როგორ გაუმჯობესდება ბათუმში საქალაქო სატრანსპორტო სისტემის მუშაობა, ქალაქის თვითმმართველობაში დღეს შუალედური ანგარიში მოისმინეს. საქალაქო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია Sonders ჯგუფმა წარმოადგინა. სამარშრუტო ხაზების დაგეგმარების შედეგად უნდა განისაზღვროს საფასო პოლიტიკა, სამარშრუტო ხაზებს შორის მომსახურების დაწყებისა და დასრულების დრო, მათ შორის მოძრაობის ინტერვალის განსაზღვრით, M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების საჭირო ყოველდღიური რაოდენობის განსაზღვრა და სხვა. საქალაქო ტრანსპორტის განვითარების სტრატეგიის საბოლოო გეგმა Sonders ჯგუფმა სექტემბერში უნდა წარმოადგინოს. ოპტიმიზაციის პროცესი კი სრულად 2024 წელს უნდა დასრულდეს. სიახლე გახლავთ ის, რომ ქალაქ ბათუმს აქამდე არ გააჩნდა ტრანსპორტის განვითარების გრძელვადიანი კონცეფცია, ეხლა უკვე ექნება ფაქტიურად ეს კონცეფცია, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც ავტობუსების განვითარება, როგორც საქალაქო სატრანსპორტო სისტემის ერთ-ერთი კომპონენტის, ასევე მიკროავტობუსების განვითარების და მიკროავტობუსების, ესე ვთქვათ, რეორგანიზაციის გეგმა. ამ შემთხვევაში ასევე სიახლეა ის, რომ ქალაქში ამ აღნიშნული გეგმის თანახმად გაჩნდება ტერმინალები, სადაც მოხერხდება, ესე ვთქვათ, ავტობუსების სწრაფი მიმოსვლისათვის განკუთვნილი ხაზების ინსტალაცია. ეხლა არის საშუალოდ 15 წუთი ინტერვალი ბათუმის ავტობუსების და მომავალში დავგეგმოთ, რომ დაახლოებით 5 წუთი იქნება და ერთი სწრაფი ხაზი ჩავჩვაძის ქუჩაზე იქნება 2 წუთი ინტერვალით. იქნება ახალი 2 ტერმინალები, გადაჯდომის ტერმინალი, როგორც ევროპას სისტემა, როგორც ბარსელონაში და ნებისმიერ დასავლეთის ევროპას სისტემაში. ეგ კლიანად არის 10 წლიანი გეგმა, მაგრამ პირველი რაც გამოჩნდება იქნება შემდეგი წელი. ანუ შემდეგი წელი უკვე 7 წუთი ინტერვალი შეიძლება რომ იყოს ბათუმში.